გამარჯობა. ქართული ამბების მორიგი ეპიზოდი დაგიბრუნდით. ერთი სული მქონდა როდის გავიდო და ერთი კვირა. კარგი ამბები მოგიმზადეთ და ვერ ვითხრანდი. სანამ დავიწყებ ორიოდე მარტივი დაკლიკება უნდა გთხოვოთ არხის გამოწერის და ვიდეოს დალაიქების. დავიწყოთ. ვაჟას გმირობა. მე რასაც დავაკვირდი, ვაჟა-ფშაველას ისტორიებს ძალიან ფართო გამოხმაურება აქვს. ამაში გასაკვირი რა თქმა უნდა არაფერია. მეც ავდექი და ვაჟა-ფშაველას შესახებ კიდევ ერთი ამბავი მოვჩხრიკე. ამბავს თვით აკაკი წერეთელი ყვება. მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში რუსეთში გამოჩნდა ვიღაც ატამანი თავისუფალი ყაზახებისა გვარად აშინოვი. რუსეთი რომ მოხიბლა ამ გმირმა, რუსეთის განაპირა ქვეყნებს მიაშურა და ჩამოვიდა საქართველოშიც. იგი ჩამოვიდა თბილისში და დაიწყო ოინები. რა ოინები იყო ზუსტად არ ვიცი, ალბათ ფოკუზებს აკეთებდა. როგორც ვიცი, მაშინ ერთადერთი ქართული გაზეთი დროება გამოდიოდა. იქ დაიბეჭდა სტატია, რომელშიც ნათქვამი იყო შემდეგი. გამოჩენილა ერთი ვიღაც თავზე ხელაღებული აშინოვი, რომელიც სხვათა შორის გვარწმუნებს, ჩემი ხანჯლის წვერზე მივართმევ რუსეთს თეირანსო. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენში იგი მსმენელთა მხოლოდ სიცილს გამოიწვევს, მაგრამ უცნაური ისაა, რომ მას პოლიცია ყურადღებას არ აქცევს. ერთ მშვენიერ დილას, იხსენებდა აკაკი, რედაქტორის კანტორაში ვისხედით. თვითონ რედაქტორი, განსვენებული სერგეი მესხი, მე და ჯერ კიდევ ახალგაზრდა ასპარეზზე ახალ გამოსული ჩვენი ცნობილი მწერალი ვაჟა-ფშაველა. უცებ შემოვარდა ვიღაც კაცი, ჩასხმული ქერა, ყაზახურად გამოწყობილი და თვალების ცეცებით დაიწყო გააფთრებულმა. დროების რედაქცია აქ არის, რომელია რედაქტორი? დაიყვირა მან. რედაქტორი მე ვარ, რა გნებავთ? უპასუხა ოდნავ აღელვებულმა რედაქტორმა. როგორ თუ რამნებავს? თქვენ მოათავს ეს სტატია, სადაც გალანძღეთ აშინოვი. აშინოვი კი მე ვარ. თქვენ გნებავთ ხელი შემიშალოთ. თუ შეიძლება, ნუ ყვირით. აქ ბაზარი კი არა, რედაქცია. მიბრძანდით აქედან, უთხრა რედაქტორმა. რას ნიშნავს მივბრძანდე? როგორ თუ მივბრძანდე, მე აქედან ცოცხალი არ გავალ. სანამ ჩემს თვალწინ არ დაწერთ წინა სტატიის უარყოფას. დაიყვირა მან და ხანჯალზე ხელი გაიგო. მე კი შევშინდი, მაგრამ ახალგაზრდა მთიელი ვაჟა-ფშაველა, რომელიც ცნობის მოყვარეობით უყურებდა ამ სცენას, უცბად წამოხდა, სტაცა აშინოვს კისერში ხელი, მაღლა აიტაცა და დაუყვირა. ვის აშინებ შენ ხანჯლით, აჰა? იცოდე შეუბადრუკო, ვიდრე ხანჯალს ამოიღებდე, თავს 10 ჯერ წაგაცლი. აშინოვი, რომელიც თავისი ხანჯლის წვერზე თეირანის მორთმევას გვპირდებოდა, ამნაირ რამეს არ მოელოდა. მას უცბად მიავიწყდა თავისი ხანჯალი, კილო იცვალა და თავრობასთან ჩივილით დაგვიწყო მუქარა. მაგრამ ახალგაზრდა მთიელმა დიდხანს ლაპარაკი არ დააცალა. კრა პანღური და კიბეებზე დააგორა. ცოტა ხანში გაირკვა, რომ გმირი აშინოვი იმ დღესვე გამქრალიყო თბილისიდან და მისი კვალიც არავინ იცოდა. ირაკლი კოსტავას სიკვდილი. წინა გადაცემებში შეგპირდით, რომ აუცილებლად მოგიყვებოდით მერაბ კოსტავას ვაჟის ირაკლის სიკვდილს. მერაბ კოსტავა ორჯერ იყო წარდგენილი ნობელის პრემიაზე, ჯერ 1968 წელს, ხოლო მეორედ 1985 წელს. ეს დოკუმენტები ამერიკის შეერთებული შტატების არქივში მოიძია ბექა ურუშაძემ და გადასცა ნინო მიქიაშვილს ბიოგრაფიული ქრონიკის შესავსებად. წარდგენამ საჭირო შედეგი ვერ გამოიღო. ვერც პირველად და ვერც მეორედ, რადგან მერაბი ამ მსოფლიო ჯილდოს მოპოვებისთვის სრულიად უცნობი ქვეყნის მოქალაქე იყო. კი, საბჭოთა კავშირის მოქალაქე იყო, თუმცა მთელი თავისი ცხოვრება ამ ტირანიის წინააღმდეგ ბრძოლას შესწირა. მიუხედავად ამისა, მერაბის ამბები მივიდა ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი გამორჩეული პრეზიდენტის რონალდ რეიგანის ყურამდეც. როსტომ ჩხეიძის ბიოგრაფიულ რომანში „ძენი მუსიკის დღენი ქარიშხლის“ ვკითხულობთ. რონალდ რეიგანმა საბჭოთა პოლიტპატიმრების და ადამიანის უფლებების დაცვის აქტივისტებზე საუბრისას მერაბ კოსტავაზე განაცხადა. ქართველი მერაბ კოსტავა, რკინის ადამიანი, რომელმაც სამშობლოს იდეალებისა და უფლებათა დაცვის გამო კომუნისტურ გულაგებში არნახულ ტანჯვას გაუძლო. მე აღფრთოვანებული ვარ ამ ადამიანის სიმტკიცით. ალბათ გაინტერესებთ რა შუაშია ეს ყველაფერი ირაკლი კოსტავას სიკვდილთან. რადა მერაბის ნობელის პრემიაზე წარდგენიდან 5 დღეც არ იყო გასული, რომ მთელი ქალაქი შეძრა მერაბის შვილის ირაკლის გარდაცვალების ამბავმა. უნებლიე დამთხვევა თუ ერთმანეთზე უშუალოდ გადაჯაჭვული. ეს კითხვა არასვენებდა მთელს ქვეყანას. საქმე ის იყო, რომ ამის საქმეზე ირაკლი უშიშროების კომიტეტში დაიბარეს. დაკითხვა რამდენიმე საათს გაგრძელდა. იქიდან დაბრუნებულმა ჯონ დო მეტრეველს უთხრა, დღეს სუქში ვიყავი დაბარებული. დეტალებს ვერ გეტყვიო. იმავე საღამოს სტუმრად იყო მეგობრებთან ერთად. როგორც ამბობენ სუფრის წევრები, ირაკლისთვის უცნაური არაფერი შეუმჩნევიათ. ბებია ოლღამ შვილიშვილის დაბრუნება ვერც კი გაიგო.
მხოლოდ დილით შევიდა მის ოთახში. შუქი ენთო და ბებია მიფიქრა, კითხულობდა და ისე ჩაეძინაო. ტერმა ნახა ის, რაც ბებია ოლღას დახვდა ოთახში. ფანჯრის გისოსებზე საკუთარი შარფით ჩამოეხრჩო თავი ირაკლი კოსტავას. სინამდვილეში რა მოხდა, არავინ იცის. არც დაკითხვის ოთახში და არც ირაკლის ოთახში. გარდაცვალების ცნობაში რა ჩაიწერებოდა? ასფიქსია ჩამოკიდებით. გოგოლი მოგოლი. 1952 წელს გოგოლის გარდაცვალების 100 წლისთავი აღინიშნებოდა. წერალთა დიდ სამზადის გალაქტიონიც შეესწრო. იმ წელიწადს 60 წელი უსრულდებოდა, მაგრამ ეს თარიღი მის მეტს არავის ახსოვდა. ამიტომ გაბრაზებულა. აგიჩემებიათ გოგოლი მოგოლი და ის კი გავიწყდებათო, თავის თავს გულისხმობდა. აგენტურამ ოპერატიულად იმუშავა. მეორე დღეს გალაქტიონი ცეკაში დაიბარეს და განრისხებულ ხელისუფალს მიგვარეს. ამ ამბის ორი გაგრძელებაა ცნობილი. ერთი ვერსიის თანახმად, ცეკას მაშინდელი ხელმძღვანელი აკაკი მგელაძე პირადად გასაუბრებია გალაქტიონს. უცდია, გაერკვია, მართლა თქვა თუ არა პოეტმა გოგოლი მოგოლი. არ დაიჯეროთ, ძამიკო, მაგას როგორ ვიტყოდი. ეს იგივე იქნებოდა, რომ მეთქვა აკაკი ბაკაკი ან გალაქტიონი მალაქტიონი. მგელაძეს თვალები შუბლზე ავიდა. მიხვდა მის წინაშე ჩვეულებრივი ადამიანი არ იდგა და საუბრის მიმართულება შეცვალა. რამე ხომ არ გჭირდებათ, რით დაგეხმაროთ. იუბილე უნდა მომიწყონ და კოსტიუმი არ მაქვსო. შეუჩივლია პოეტს. გალაქტიონს კოსტიუმის ორდერი გამოუწერეს და დიდი პატივით გამოისტუმრეს. მეორე ვერსიით, ცეკას ხელმძღვანელობასთან შეხვედრა და ეს განხილვა ლამის ტრაგიკულად დასრულდა. დაკითხვიდან გამოსული გალაქტიონი იმ დღეს უგონოდ დათვრა და ხიდიდან მტკვარში გადავარდა. საბედნიეროდ გადაარჩინეს და საავადმყოფოში მოათავსეს. რომელი გაგრძელებაა უფრო დამაჯერებელი, ამის განხილვა თქვენთვის მომინდვია კომენტარებში. ნესტლე საქართველოში. სამწუხაროდ კომპანია ნესტლე არაა ჩემი სპონსორი. $1 მილიარდზე მეტია წლიური ბრუნვა. ქარხნები მსოფლიოს 86 ქვეყანაში და 300,000-ზე მეტი დასაქმებული ადამიანი. ნამდვილად დამხატავდა ასეთი სპონსორი, თუმცა არა უშავს. სხვა კომპანიებიც შეგიძლიათ გამოგვეხმაუროთ. ეს ამბავი კი იმ დროინდელია, როცა ნესტლეს ერთი ქარხანა ჰქონდა. რამდენიმე თანამშრომელი ჰყავდა და რეკლამას გაზეთში ანთავსებდა. გაზეთ ივერიაშიც ასე მოხდა. თურმე ნესტლეს რძის ფხვნილის ერთადერთი აგენტი მთელ რუსეთში იყო ალექსანდრე ვენცელი. მასაც დაუწყია დისტრიბუცია რუსეთში და მისი იმპერიის შემადგენელ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც და რეკლამად შეუკვეთეს გაზეთ ივერიაში. რძის ფქვილი ნესტლესი, რძის ფხვნილი კი არა, რძის ფქვილი, ასე რქმევია მაშინ. ღირს 1 მანეთი და 15 კაპიკი. ძუძუმწოვარა ბავშვთა საზრდოებლად უკეთესია. ყველა აქამდე მოგონილ საშუალებადგან, რომელიც კი დედის რძის მაგივრობას წევს. იგი ნოყიერია, ადვილად მოსანელებელი და ყოველი ბავშვი კმაყოფილებით ეწყობა. მოწონებულია აგრეთვე რძის ფქვილი საზრდოთ უფროსთათვის, ვისაც სუსტი კუჭი აქვთ. წყალგამოცლილი გასქელებული რძე ნესტლესი ღირს 85 კაპიკი. იყიდება ყველა აფთიაქებსა და სააფთიაქო და საწყვილმანო მაღაზიებში. ერთადერთი აგენტი მთელი რუსეთისა არის ალექსანდრე ვენცელი. აქვე იყო ფალსიფიცირების საწინააღმდეგო განცხადებაც, რომელსაც თვით ჰენრიხ ნესტლე ავრცელებდა. მაქვს პატივი საზოგადოებას ვამცნო, რომ მე პასუხისმგებლობას ვკისრულობ მხოლოდ იმ თუნუქის ჭურჭელზე, რომელსაც ლურჯი ბეჭედი აქვს და რომელზეც ხელს ალექსანდრე ვენცელი აწერს. ჩემი ერთადერთი აგენტი რუსეთში. ჰენრიხ ნესტლე, ვევეში, შვეიცარია. ახლა ნესტლე ნამდვილი მონსტრია და არც კი მეგულება ადამიანი, ვისაც მისი წარმოების პროდუქციიდან ერთი მაინც არ აქვს გასინჯული. თუმცა იყო დრო, როცა გაზეთ ივერიის დარეკლამება სჭირდებოდა. მოგწერეთ თქვენ რისი დარეკლამება გსურთ. დღეისათვის სულ ეს იყო. ხომ გახსოვთ, აუცილებელია გამოიწეროთ არხი და სპეციალურ ეპიზოდში საინტერესო გათამაშებას გპირდებით. დროებით.